წინააღმდება მაქვს ასეთი გადავდოთ საკრებულოს ხვალისთვის, გავეცნოთ დოკუმენტაციას, იმიტომ რომ ეს არ არის ერთდღიანი პროექტი, არის 3 წლიანი, უნდა ვიცოდეთ რას უჭერთ ხალხს, ან რას არ უჭერთ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატთა ინიციატივა, რომელიც საკრებულოს ხდომის გადადებას ითვალისწინებდა, არ დაკმაყოფილდა. რის შემდეგაც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრებმა ხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათივე თქმით, ხდომა დეპუტატთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაინიშნა, რის გამოც მათ საკითხების გაცნობისთვის დრო არ ეყოთ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა აქვე განმარტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბიუროს ხდომა ყოველთვის საკრებულოს ხდომამდე 1 საათით ადრე მიმდინარეობს, რაც კანონის დარღვევაა. მათივე განმარტებით საკითხი, რომელიც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო, 16 გვერდიან დოკუმენტს მოიცავდა. მისი გაცნობის გარეშე კი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით პირველ ხდომაზე განსახილველად მხოლოდ ერთი საკითხი გავიდა. საკრებულოს პირველი პირების განმარტებით, წყრუთი ანის, სოფელ ზიგილიის, წყრუთი ჭვინთა ელია წმინდის, ახალციხე ტატანისის, ვირი ბოგის, საავტომობილო გზების, მინაძე ჭეჭარაქის სატუმბის სადგურისა და ქალაქ ვალის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 წელიწადზე გადანაწილდება. საკრებულოს მოწონების შემთხვევაში კი მათ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დააფინანსებს. 6 პროექტის განსახორციელებლად აღნიშნულ ხედვას საკრებულოს დეპუტატებმა უმცირესობის პროტესტის მიუხედავად მხარი დაუჭირეს. ეს სიტუაცია, რომ ბიუროს ხდომა ტარდება 1 საათით ადრე, ვიდრე დაიწყება საკრებულოს ხდომა. შესაბამისად, ჩვენს საშუალება არ გვეძლევა, რომ დოკუმენტაციას გავესწროთ. გამომდინარე აქედან, თუ არ ვიცით, რას უნდა დაუჭიროთ ხარი, ან რას შევეწინააღმდეგოთ, ხდომაზე ვერ დაესწრებთ. ბიუროს ხდომაზე მისცეს საკრებულოს ვინც იყო ჩვენი წარმომადგენელი და 15 წუთში დაიწყო საკრებულოს ხდომა. ეს პირველად მოხდა თუ სულ? მუდმივად ასე ხდება, რამდენიმეჯერ ქონდა კიდეც ამაზე შენიშვნა, ნუ უკიდურეს ზომას მიმართეთ ამ მეტყვის. ის უფრო დაფინანსებაც ავტომატურად მეტი იქნება რა. სახელმწიფო თქვენი სტატუსი. ნოდარი ბალახაშვილი ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნოტარი. თუ ვერ გადავდოთ საკრებულოს ხდომას, მაშინ ჩვენ დავტოვებთ ამ ეტაპზე საკრებულოს ხდომას და არაფერი არ ამასეთი ესე. არა, თქვენ რა გინდათ ბატონო ჩემო, ნუ მაგას არ გიგებთ. გადავდეთ თუ რის გაცნობა უნდა. ეს რო იყოს პროექტი, მე დაგეთანხმებით, რომ პროექტი უნდა შეისწავლოთ. ეს არის უნდა მოვიწოდოთ რას უნდა გავაკეთოთ. კი. თქვენ არ ვიცით ამ საკითხს. რა გაცნობა უნდა თქვენთვის შეიძლება 5 წუთისთვის არის 5 წუთია საკმარისი. აქ არის მარტო ხედვა. აქ ის რომ თქვენ ამ პროექტს კი არ იწონებთ, თქვენ იწონებთ ხედვას. რომ გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ.